ხოლო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ აღმოსავლეთ მცოდნე დავით კობერიძე. ბატონო დავით, გილოცავთ მარიამობას და დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და ამ დღეს მოხვედით ჩვენთან. გილოცავთ მეც და ნებამომეცით რომ ჩვენს მაყურებელსაც მივლოცო და ყოველი ეს იკეთე უსურო. დიდი მადლობა. ბატონო დავით, ძალიან საინტერესო სკანდალურად წოდებული ინტერვიუ მოვისმინეთ ჩვენ ისრაელის პირველ კაცის ანტითურქული განცხადებები გააკეთა მან და თურქეთის სახელმწიფოს როგორც ოსმალეთის იმპერიის სამართალმემკვიდრეს ბრალი დასდო სომეხთა ბერძენთა და ასურელთა გენოციდში, მაგრამ ვფიქრობ ჩვენთვის საინტერესო იყო ის მომენტი, როდესაც ისლამისტებისგან, ასე ამბობს ნეთანიაჰუ, მომავალ საფრთხეზე ისაუბრა და თქვა, რომ იქნება ახალი კოალიცია ისრაელის, საქართველოს, სომხეთი, ოღონდ მე არ ვიცი საქართველოს და სომხეთმა თუ იციან ამის შესახებ, რომ ახალი კოალიცია იქნება და ამ კოალიციის წევრები არიან. მე არ ვიცი რამდენად თავისი ინიციატივით თქვა ეს ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თუმცა ცნობილია, განსაკუთრებით უფეს აშკარად გამოჩნდა ბოლონდროიდული მოქმედებებით, რომ ის შეთანხმებულად მოქმედებს, მასზე დიდია გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც მისი გავლენა, ანუ ისრაელის გავლენაც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების შტოებზე და ჩემი აზრით ერთგვარად ნათელი მოეფინა რატომ გაახსენდა მაინც და მაინც ახლა ერდოღანს სახისგა თურქების ჯამოსახლების საკითხი, რამაც გააჩინა ძაფრიანტი თურქული ტალღა საქართველოში, იმის პარალელურად, რომ უცებ რატომღაც წელს გაახსენდა ყველას, რომ 25 აგვისტო თურქეთისგან აჭარის გათავისუფლების დღე არის, ამასთანავე აქტიურად მუშავდება ანტიაზერბაიჯანული განწყობებით, სოციალური პლატფორმების რუსულენოვან სეგმენტებში და ვფიქრობ ეს არ არის შემთხვევითი. ანუ ეხლა რაღაცნაირად შემოგვიარეს, აღარ აქვს მნიშვნელობა, ანუ ოღონდ კი სამხრეთ კავკასია აირიოს და არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება რუსეთი იქნება ოკუპანტი თუ თურქეთი იქნება ოკუპანტი ისლამისტი. თუ როგორ უნდა გავიგოთ ეს განცხადება და რა დიდი თამაშის ნაწილია, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ განცხადებით, რომ ჩვენ მოვიაზრებით როგორც გასაცვლელი ხურდა და რაღაც ნებისმიერ დროს წასაკლავი ბაიკი. კი ბატონო, ბევრი თემა აღნიშნეთ, ერთმანეთზე უფრო საინტერესო თემებია, მინდა მოგახსენოთ და ჩამოუყვეთ, რა ვიცი, თუ რომელიმე გამოგრჩება, მე შემახსენებთ. შეგახსენოთ აუცილებლად. კი ბატონო. დავიწყოთ ისრაელიდან, ხო? ისრაელიდან. ბენიამინ ნეთანიაჰუ თვითონ მთელი ცხოვრება მუსლიმებს ებრძვის. არანაირ ისლამისტებს არ ებრძვის და მოდით ხომარჯობია პირველ რიგში ეს ორი რამე გავმარტოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად მესმის, ვკითხულობ ბევრგან, რომ ვიღაც ისლამისტები ყოფილან, მე არ ვიცნობ ეგეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ისლამისტები. ქრისტიანისტები არიან, წარმოუდგენელია ხო რაღაც. ადამიანი არის მუსლიმი, არავით არის ისლამისტი, ის არ არის. და მუსლიმი ადამიანი ვალდებულია და ჩვეულებრივად უნდა შეასრულოს ის მოვალეობები, რასაც მას ისლამი აკისრებს. მავან შეიძლება ეგონოს, რომ არა მას არ აქვს ვალდებულებად რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ასე შემდეგ. მინდა მოგახსენოთ, რომ რელიგია, სხვა შორის არც ერთი და მათ შორის ისლამი არ გულისხმობს ისეთი პრინციპის განხორციელებას ცხოვრებაში, როგორც არის მაგალითად აი შვედური მაგიდა, სადაც მომხმარებელი მიდის და რაღაც კერძი მოეწონება, აიღებს, რაღაც არ მოეწონება, იმას არ აიღებს. ესე არ არის. მუსლიმი ვალდებულია შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რასაც მას ისლამი აკისრებს. წერტილი მორჩა და გათავდა. ახლა რაღაცა მომწონს. ანუ ყველა მუსლიმი არის ისლამისტი, მოკლედ რომ. არა, მე საერთოდ არ მესმის ისლამისტი რა. არა, მომისმენია განმარტება, რომ ისლამისტები არიან პოლიტიკური ისლამის მიმდევრები. მე იბადება კითხვა, რომ მაშინ დამისახელეთ ისლამის რომელიმე მიმდინარეობა, რომელიც არაპოლიტიკურია და საერთოდ პოლიტიკური მიზნები არ აქვს. ისლამი იმდენად არის გაჯერებული პოლიტიკით და პოლიტიკური მიზნები იმდენად აქვს დასახული, რომ თუ მას პოლიტიკას ჩამოვაშორებთ, ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს. მრავალი მუსლიმი სერიოზული მოღვაწე ამბობს ამას, რომ ისლამს რომ ჩამოაშოროთ პოლიტიკა, მისგან ძალიან ცოტა რამ დარჩება. ისლამი მარტო ეს დღეში 5 ჯერ ლოცვაა? არ არის ეს. ისლამს თავისი მიზნები აქვს და
ყველა მუსლიმი მოღვაწე ოცხოში ვალდებულია მიისწრაფოდეს ამ მიზნებისკენ. დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაცნობო რა მიზნები აქვს. ჯერ კიდევ მუჰამედმა დასახა ეს მიზნები და ნელ-ნელა ახორციელებენ. ხანდახან ჩხარჩხარა უნდათ გახორციელება, არ გამოდის ეს ჩხარჩხარა და ასე შემდეგ. ასე რომ მოდით იქნებ შევთანხმდეთ რომ ისლამისტებს თავი დავანებოთ. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. არიან მუსლიმები, არიან ქრისტიანები, არიან იუდეველები, ბუდისტები და ასე შემდეგ. ზედმეტი ეპითეტები არ არის საჭირო, მით უმეტეს ეს რეალობას საერთოდ არ ასახავს. ეხლა ნეთანიაჰუს დაუბრუნდეთ ისევ. მას სურს რაც შეიძლება მეტი მოკავშირეს ყავდეს გვერდით. აბსოლუტურად ბუნებრივი სურვილია და ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სერიოზული მოკავშირე ყავდა მონღოლეთი. თუ ვინმე მარიცის რატო ყავდა მონღოლეთი, გადახედოს ლიტერატურას და მიხვდება რატო იყო მონღოლეთი. გარდა იმისა, რომ ყავდა ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირედ, დიდი ბრიტანეთი, რაღაც უნდოდა მონღოლეთი, ხო, უნდოდა, ძალიან უნდოდა და იმიტომ ყავდა. ასევე ნეთანიაჰუ ეძებს მოკავშირეებს. ეხლა იმ საქმიდან რომ საქართველოს ისრაელის გვერდით დადგეს მუსლიმების საწინააღმდეგოდ იგივე პალესტინელი არაბების და არა პალესტინელების წინააღმდეგ რაღაც მოძრაობაში ჩაერთოს, ეს გამორიცხულია, კონტრპროდუქტიულია და არც გონივრული იქნება ამ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და რაღაც კოალიციებში შესვლა რაღაც რომელიმე რელიგიასთან დაპირისპირების. რატომ უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ ხოლმე მუსლიმებს ზოგადად ესე ცალკე აღებულს? ჩვენი მოქალაქეები არიან მუსლიმები, ხო? 10-ზე მეტი პროცენტი საქართველოს მოქალაქეების მუსლიმები არიან ჩვენები და მაშინ ამათ უნდა დაუპირისპირდეთ აქა? ნუ რა არის ახლა ეს რატომ უნდა დაუპირისპირდეთ? ასე რომ ეს უბრალოდ რაღაც მიზანი ხო ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს დაჭირდა თავისი საკმაოდ სუსტი პოზიციები აქვს ახლა შიგნით ქვეყანაში. გარედანაც მაინც და მაინც არ წყალობენ ზოგან მასზე ძებნაა გამოცხადებული საერთაშორისო სასამართლოს გადაცემულია მისი და არა მხოლოდ მისი სახელი და ასე შემდეგ. ასეთი პრობლემები აქვს მას, მაგრამ ნუ ის თავის გეგმას მიყვება. ხო, მაგრამ აი საქართველოს და სომხეთთან კოალიცია, რომელიც ჩვენ ისეთ მიჯაჭული ამირანები. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ყველაზე დიდი პრობლემები აქვს ისრაელს, ირანი. ანუ ამბობს თურქეთს და გულისხმობს ირანს? ხო, რა თქმა უნდა, თუმცა თურქეთთანაც ბოლო დროს ცოტა გაუფუჭდა ურთიერთობა. ისრაელს თურქეთის რესპუბლიკასთან თითქმის ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. პირველი ვინც აღიარა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა, ეს იყო თურქეთი და მეორე იყო ირანი. ვერავინ ვერ დაასწრო მათ. და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვთქვათ, ირანის შაჰთან, ისრაელის სახელმწიფოს. გადასარევი ურთიერთობა ჰქონდათ, ეკონომიკური, პოლიტიკური, ყველანაირი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 1979 წლის მერე ეს ყველაფერი ჩამოიშალა. და ეხლა ხედავთ მათ შორის ომი მიმდინარეობს. სრულფასოვანი ომი იყო ერთმანეთს დაბომბვა რაკეტებით, ავიაციით და ყველაფრით გადავრჩით პირდაპირ იმ მნიშვნელობით გადავრჩით რომ სახმელეთო ოპერაციები არ განხორციელებულა არც ერთი, არც მეორე მხრივ არ განხორციელდა დიდი სიამოვნებით ორივე სახელმწიფო განახორციელებდა ამას. ამის საშუალება არ ჰქონდა არც ერთი და იმიტომ არ განახორციელეს და არავინ არც დაუშვებდა ამის გაკეთება. მოკლედ ეს ამბავი არ შედგა. მინდა გითხრათ რომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან ნეთანიაჰუს და ისრაელს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ძალიან კარგი. ეს ჩემთვის უცნაურია ბატონო დავით რომ აზერბაიჯანთან კონდეს ასეთი ურთიერთობა, ამბობენ რომ პლაცდარმათაც გამოიყენა ირანის წინააღმდეგ და ამ დროს ანტითურქულ განცხადებებს აკეთებს. აი ეს როგორ ჯდება ლოგიკაში? ჯდება, იმიტომ რომ ღაზასთან დაკავშირებული ამბები თურქეთში ბუნებრივია რომ ძალიან მტკივნეულად აღიქვეს და ამიტომ კრიტიკა გაორმაგდა და გაათმაგდა ისრაელის და კერძოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ, აი ღაზას ამბებთან დაკავშირებით. ეხლა აქ დაერთო ის საკითხებიც, რომ სირიის ტერიტორიაზე დღემდე თურქეთის გავლენა არის წარმოუდგენლად მაღალი, სირიაში მოქმედი de facto ხელისუფლება ეს პრაქტიკულად არის თურქეთის მიერ მიყვანილი და დასმული იქ
გარეძალების დახმარებითაც და გაჩუმებითაც, ესეც რო ვთქვათ, და ისრაელი ძალიან ცდილობს, რომ აქ თურქული ფაქტორი ნელ-ნელა გამოირიცხოს. შეიძლება გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს კიდეც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან დიპლომატიურ ნაბიჯებს დგავს ისრაელი ამ მიმართულებით, რომ სირიაში შეამციროს თურქეთის გავლენა. რას აკეთებს ამ მხრივ? მოლაპარაკებები, პირდაპირი მოლაპარაკებები იმართება სირიისა და დღევანდელი სირიის ხელისუფლებასა და ისრაელის ხელისუფლებას შორის. და ყველაზე საინტერესო ადგილას ეს მოლაპარაკებები გაიმართება ქალაქ ბაქოში. აგერ ჩვენ 500 კილომეტრი აქედან, 550. ანუ ალშარა ჩავიდა. არა, პირადად არა, თავის ძროზე როცა ჩავიდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იცის ალ-ჯულანიმ, რომ ვინ შეიძლება დაიხმაროს ისრაელთან ურთიერთობების თუ დაალაგებაში არა, ნორმალიზებაში მაინც რაღაც გარკვეულ დონემდე მაინც. ეს არის აზერბაიჯანი, იმიტომ რომ აზერბაიჯანსაც სთხოვეს ეს, იმიტომ რომ ისრაელისთვისაც საკმაოდ დიდი საფრთხეა ახლა ალ-ჯულანის ბანდების იქ ყოფნა და თარეში სირიის ტერიტორიაზე, ხო? ამიტომ მოლაპარაკებები შედგა. აი ჩვენ საუბრობდით თუ არ ვცდები, თქვენს ეთერში საუბრობდით, აი რატომ შეხვდა ალიევი ალ-ჯულანის და იქ ეს არ იყო მხოლოდ გაზის მიწოდების და ეს მარტივად მოგვარდა, თუ არ ვცდები უკვე შეთანხმებები გაფორმებულია თურქეთის გავლით ეს ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანული უნდა მიეწოდოს თუ უკვე მიეწოდება სირიის ტერიტორიაზე, რადგან ახლა სირიას ელექტროენერგია ჭირდება, იქ უნდა ჩვენზე გამავალი მილსადენი თან. ჩვენზე სხვა მილსადენი არ არსებობს. იქ ძალიან საინტერესოა, რომ 4 მხრივი რაღაც ხელშეკრულება შედგა, იქ თურქეთიც იყო ჩართული და კატარი იყო კიდევ ჩართული და მოკლედ ეს მიწოდება პრობლემას არ წარმოადგენს აზერბაიჯანისთვის, იქ ელექტროსადგურები უნდა ამუშავდეს, რომელიც გაზზე მუშაობს, იმიტომ რომ სირიის სხვა სახის რესურსები შეზღუდულია ფრიად, ამიტომ გაზი ყველაზე მისაღები საწვავია მათი თბოელექტროსადგურებისთვის. და ამის პარალელურად კიდე კაცმარიც რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მე მგონი ეს მეორე რომელსაც ახლა მოგახსენებთ, სირიისთვის უსაფრთხოების საკითხები, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც იქ თქვათ აი დრუზების წინააღმდეგ იძაბება სიტუაცია ამ ალ-ჯულანის ბანდების მხრიდან, ისრაელი ერთვება მაშინვე და იქ იწყება დაბომბვები მათი კოლონების, ჯავშანტექნიკის განადგურება და მოკლედ დრუზებამდე არ უშვებენ ამათ. თუმცა იქ მსხვერპლი ძალიან დიდი იყო ბოლო მოვლენების დროს, იქ მხოლოდ 100 ადამიანის მსხვერპლზე არ იყო ლაპარაკი, ბევრად მეტზე იყო საუბარი და ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ იქ ისეთი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, სხვა შორის არა მხოლოდ სირიელები, იქ მნიშვნელოვანი თანამდებობები, ძალიან შორიდან ჩასულ ხალხს უკავია. ვიღაც უიღურები, ჩეჩნები არიან იქ რაღაც სამხედრო პოზიციებზე, თურქები და ის ხალხი, რომლებსაც ჩვენთან ჯიჰადისტებს უწოდებენ. ხო, მე ამ ტერმინისაც სასტიკი წინააღმდეგი ვარ, ჯიჰადისტი. არ არსებობს ესეთი ადამიანი ჯიჰადისტი. სულ სხვა რამეა მისი იდეა და მისი მიზნები. მოკლედ, აი ესეთი მდგომარეობა ახლა თუ კი ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ, ვინმეს დავეხმარებით ტექნიკურად, ცოცხალი ძალით, მორალურად, რატომაც არა ისინი დიდი სიამოვნებით მიიღებენ ამ დახმარებას. მთავარი საკითხია ჩვენ რამდენად ძალგვიც და კიდევ უფრო მთავარია რამდენად გვაწყობს. თქვათ ასეთი კოალიცია რომ შეიქმნას, მე არ მჯერა რომ რაღაც მუსლიმების წინააღმდეგ რაღაც კოალიცია შეიქმნას. თვითონ ერდოღანს, უკაცრავად ნეთანიაჰუს 100 და 500,000 მუსლიმი არ ყავს ქვეყნის მოქალაქე, იქ არაბები ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და საერთოდ არ ჭირდება დამატებითი პრობლემები და ნეთანიაჰუს სულ არ აცხადებს, დეკლარებული არ აქვს მას და არ შეიძლება ჰქონდეს მუსლიმების წინააღმდეგ რაღაც ომის წამოწყება. მას დეკლარირებული აქვს სულ სხვა მიზანი, რომ ღაზას სექტორში მცხოვრები არაბები როგორმე გაიყვანოს ღაზას სექტორიდან. ეს ნამდვილად არის მისი მიზეზი, ამას არ მალავს. სად გაიყვანოს? ნუ სახელდება იქ რაღაც ტერიტორიები, ამისთვის ტრამპი ჯერ კიდევ პირველი თავის პრეზიდენტობის დროს ძალიან სერიოზულად მუშაობდა და მინდა გითხრათ, რომ დათანხმებული წყავდა მთელი რიგი სერიოზული ფინანსური წრეები და სახელმწიფოები იმისთვის, რომ პალესტინელები
უკაცრავად ამ ტერმინსაც არ ვიზიარებ მე ახლა მავანი იკითხავს არაფერს არ როგორ არ იზიარებს ებრაელებიც პალესტინელები არიან პალესტინის ტერიტორიაზე პალესტინაში ცხოვრობენ ისინი ასე რომ ებრაელების და პალესტინელების ბრძოლა არის სრულიად აღრევა ტერმინების მოკლედ მისი სურვილი ამ არაბების როგორმე გაყვანა ამ ტერიტორიიდან და ბოლო დროს ისიც განაცხადა ნეთანიაჰუმ რომ საერთოდ იმ ტერიტორიასაც შევიერთებ, რომელსაც ავტონომიის რაღაც ნიშნები ჰქონდა და ზედაპირული რა თქმა უნდა, მაგრამ ლაპარაკია მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ არაბებს და რომლებიც მეტნაკლებად მშვიდად ცხოვრობენ, თუმცა იქ ისრაელის საპოლიციო და უშიშროების ძალებს უფლება იმდენი არა აქვთ, მაგრამ შესაძლებლობები და საშუალებები ყოველთვის აქვთ, რომ შევიდნენ და ჩაატარონ სპეცოპერაციები, მოკლედ რაც უნდა ის აკეთონ. მით უმეტეს მათი ლიდერი ეს მაჰმუდ აბასი, აბუ მაზენი პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა არაბი ესე მოიხსენებს, რომ გაყიდული კაცია და გაყიდულ კაცთან ურთიერთობა იმის მხრიდან, ვინც ყიდულობს და ფულს იხდის, ძალიან ადვილია. ასე ყველა უნდა დაფიქრდეს რაღაცისთვის და ვიღაცისგან ფულს რომ იღებს, მე ის ვალდებული ხდება ძალიან ბევრი რამის გასაკეთებლად. მოკლედ, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს, იმიტომ რომ არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ფულის გადაცემის მომენტი დაფიქსირებული არ არის. დაფიქსირებულია მშვენიერი რეჟისორების, ოპერატორების და ხმის რეჟისორების. ძალიან კაფეო გამოსახულებით. რა თქმა უნდა, ეს დაფიქსირებული აქვს, ისე ტყუილად ჩუმად ფულს არავინ არსად არ იხდის, რომ არავინ არ გაიგოს. რა თქმა უნდა, ბანდა საჯაროდ იხდიან. ყოველ შემთხვევაში ისეთი საშუალებებით, რომელიც შეიძლება საჯაროდ გახდეს ნებისმიერ მომენტში. ბანდავთ რეკლამის გამო მცირე ხით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. ჩვენ ეთერში ბრუნდებით და განაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, დავით კობერიძესთან. ბანდავით მე ისევ დაუბრუნდები სამხრეთ კავკასიას და ზოგადად ჩვენს რეგიონს. ნეთანიაჰუ გააკეთებდა ამ განცხადებას კოალიციის შესახებ საქართველოსა და სომხეთთან შეუთანხმებლად, თუ ეს რა საჯარო მოწოდება იყო თუ მოსინჯვა ნიადაგის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება მან გააკეთა აბსოლუტურად შეუთანხმებლად. იმიტომ რომ მას ასეთი განცხადების გაკეთების ნებართვა კარგი სიტყვა აქ შემთხვევაში თანხმობა ვთქვათ ესე საქართველოსთან ვერ ეკნებოდა ვერანაირად, იმიტომ რომ ეს იქნებოდა იმდენად წინ დაუხედავი ნაბიჯი, რომ მე არ მჯერა, რომ საქართველოს რომელიმე ხელისუფლება ამ განცხადებას მიუერთდებოდა. უბრალოდ არ მჯერა, ვერავინ ვერ დამაჯერებს ამაში. ასე რომ ეს მისი პირადი ინიციატივა, მისი პირადი სურვილია. ნუ სურვილების გულისთვის არ ისჭება ადამიანი, ხო? ნუ სურს ასე. მაგრამ აი მაინც არ მესმის თავსვამ კიდევ ამ კითხვას. აზერბაიჯანთან სტრატეგიულად პარტნიორობს და ამ დროს სომხეთს და საქართველოს განიხილავს კოალიციის წევრებად თურქეთის წინააღმდეგ? ხო, საკმაოდ ცნაური ამბავია თურქეთის წინააღმდეგ. ახლა აზერბაიჯანი ძალიან ახლო სტრატეგიული მოკავშირეა თურქეთის. ძალიან ბევრი საერთო ინტერესი და საერთოდ ორივე ქვეყანაში ამბობენ უფრო თურქეთში, აი აზერბაიჯანში ბევრად ნაკლებად საუბრობენ ამაზე, რომ ერთი ერი ორი სახელმწიფო. მით უმეტეს აზერბაიჯანში ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ თურქეთის ინტერესების მთლიანად ბოლომდე გატარება თავის ქვეყანაში დიდ პერსპექტიულ სიკეთეს არ მოუწევს. არა, სუვერენიტეტი ისეთივე შეზღუდვა, როგორც რუსეთი თავის მოკავშირეებს. მაგრამ აი ხომ ხედავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი აი უმთავრესი მიზანი, რომელიც ჰქონდა მას დასახული ათწლეულების განმავლობაში, თურქეთის დახმარებით განახორციელა აი ყარაბაღის ომთან დაკავშირებით ვამბობ ამას და ამისი მადლიერები იქნებიან ყოველთვის თურქეთის. მაგრამ ხომ და გამოხატონ ეს მადლიერები? გამოხატავენ, რა თქმა უნდა, ალიევი არაფერს არ ეწინააღმდეგება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მისწრაფებებს და ყველაფერზე თანახმა, ზანგეზურის ბრჭყალებში კორიდორი თვლიან რომ ყოველ შემთხვევაში დეკლარირებენ რომ მათ ინტერესებშიც არის და არ არის? იცით აი ძალიან შორეული პერსპექტივით შეიძლება არც იყოს, იმიტომ რომ ალიევი ილჰამ ალიევი ძალიან გონიერი კაცია, ძალიან გონიერი კაცია. მე ბოლო დროს ხშირად ვაქებ მას. მიზეზები არის და იმიტომ მანაც ძალიან კარგად იცის, რომ იმ მასშტაბებით განხორციელება, რაც ჩაფიქრებული აქვს მავანს ამ ზანგეზურის კორიდორის ფუნქციონირება,
პრაქტიკულად შეუძლებელია, ამას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავს ამას, ძალიან ბევრი და როდესაც ასეთი ძალის მქონე ზესახელმწიფოები ეწინააღმდეგებიან რაიმე პროექტის განხორციელებას, ამ პროექტის შესრულება საფრთხეებს უკავშირდება უკვე. ეს უკვე უსაფრთხო პროექტი ვერ იქნება, როდესაც რაღაც პროექტს აკეთებ და იქ რუსეთია წინააღმდეგი, იქ ჩინეთია წინააღმდეგი და იქ ირანია წინააღმდეგი. ალიევი მე მჯერა რომ მან იცის ეს ძალიან კარგად, უბრალოდ ესე დეკლარირებულად თურქეთის რაღაც სურვილებს საჯაროდ არ შეეწინააღმდეგება ის და სწორესაც იზამ სწორეს გააკეთებს. ეხლა რაც შეეხება აი იმ თემებს, რომელიც თქვენ ბძანეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, ერდოღანის გაკეთებული განცხადებები, ახალციხელი თურქები. ამ კონტექსტში, ანუ ეს აშენ ესე ვიკითხავ, მის თავის ინიციატივით გააკეთა თუ ვიღაცა მაინც როგორ ჩანს წაეხმარა თუ გავითვალისწინებთ ნეთანიაჰუს განცხადებას? იცით რა, ეს განცხადებები იმდენად აი დროის მცირე მონაკვეთში გაკეთდა, რომ შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ რაღაც ერთი მეორეს უკავშირდება, მაგრამ ეგრეთ წოდებული თურქი მესხების დაბრუნება საქართველოს ტერიტორიაზე არის ძალიან დიდი მიზანი თურქეთის რესპუბლიკის. ესენი თურქები არიან ახლა თურქს გნებავთ თან მოიხსენი ახისკა, ხო შეიძლება ეთქვა მესხეთელი თურქი ან თურქი მესხეთი. ხო, მათთვის ახისკა. ახისკა, ხო, დიპლომატიურადაც კი არ თქვა ეს. მესხეთი არ არსებობს თურქისთვის. თურქისთვის არის ახისკა. აბა ლექს რო კითხულობს მესხეთზე. კითხულობს. დაუწერეს თავის დროზე და კითხულობს. დაუწერე აზერბაიჯანულ დეპუტატს. იმას რაღა უნდა მესხეთში. თურქია, მინდა გითხრათ ის მესხეთში ცხოვრობს, თურქეთის რესპუბლიკაში თუ ჰამბურგში. განსხვავება არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ის საცხოვრს. თურქი არის თურქი და პრეზიდენტ ერდოღანს თავის მისიათ აქვს აღებული, რომ დაიცვას თურქების ყველა ინტერესი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის. და არა მხოლოდ თურქის, სუნიტი მუსლიმების ინტერესებიც უნდა დაიცვას მან და ეხლა სხვა საკითხია საქართველოს ინტერესებში რამდენად არის აი ეს 44 წელს გადასახლებული უამრავი ადამიანის ბევრად გამრავლებული რაოდენობით ჩვენთან ჩამოსახლება და რამდენადაც მე ვიცი მათი სურვილია რაღაც ყოველ შემთხვევაში ბევრი მათგანი სურვილია რაღაც კომპაქტურად იგივე რეგიონში განსახლება რაც წარმოუდგენელია, შეუძლებელია და არც უნდა გაკეთდეს. რაღაც რაოდენობის ადამიანები ძალიან ესეთი მკაფიო გამოკვლევის შემდეგ შეიძლება ჩასახდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რატომაც არა, ადამიანი, როდესაც რეალურად ცხოვრობდა, მათი წინაპრები ცხოვრობდნენ აქ, თავს აღიქვამს ქართულად, ამის დადგენა ძალიან მარტივია. შესაძლებელია, რომ გარკვეული რა და არამთლიანად ჯერთი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან აშინებენ ადამიანებს, რომ 400,000 იმ 400,000-დან ძალიან დიდი უმრავლესობა ფეხის ჩამომდგმელი არ არის აქ, იმიტომ რომ ისეთ დაალაგებულ ქვეყნებში ცხოვრობენ ისინი უკვე ძალიან ბევრი მათგანი, რომ ახლა სამცხე-ჯავახეთში არ დაბრუნდებიან ისინი. ტურისტად სხვა ამბობენ, საცხოვრებლად არ დაბრუნდებიან. მაგრამ ვინც დააპირებს დაბრუნებას, ძალიან გარკვეული უნდა იყოს, ვინ არის ის, რა ორიენტაციის არის და არავითარი წინაპირობის დაყენება, რომ ჩვენ აუცილებლად თურქეთის საზღვართან უნდა ვიცხოვროთ, არის ეს არ გამოვა. არ უნდა გამოვიდეს ეს და მეტი არაფერი. დატვირთვა ეს არის. დატვირთვა ეს არის, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის ძალიანაც მისაღები და დიდი სურვილი იქნებოდა, რომ თავისი თურქული ორიენტაციის ადამიანები ძალიან დიდი რაოდენობით ცხოვრობდეს მოსაზღვრე ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოში. რატომაც არა? რა თქმა უნდა. ეს თურქეთში არ უნდა ცხოვრობდეს. ხო, თურქეთში არ უნდა ცხოვრობდეს. ხო, ისინი უნდა გადაასახლონ, ვაზები უნდა გადაასახლონ იქით, სადღაც ბურსაში და იქით სხვა რეგიონებში. კი ბატონო და თანაც ყველანაირად უნდა ეცადონ რომ დაავიწყონ ქართული ენა, თავის დროზე ქრისტიანობა, ტრადიციები და ყველაფერი და ერდოღანი ისეთი გულწრფელი კაცია, აი ეს დასაფასებელია და ძალიან საინტერესოა, რომ ადამიანი გულწრფელია, მისგან ბევრ საინტერესოს მოისმენ. ძალიან ხშირად და მათ შორის აი ბოლო ხანსაც მან გააჟღერა რამდენიმე ტერმინი რაღაც
ესეთი სრულიად აღმაშფოთებელი მათ შორის. მაგრამ ეს კაცი ესე ფიქრობს და რაც გულისხმობს. მახვილს გადარჩენილები. ეს მახვილს გადარჩენილები ვინ არის? თურქული ტერმინია. მახვილს გადარჩენილები ვინ არიან? ესენი არიან ის ადამიანები, ეს არის ის ხალხი, ის ხალხები, რომლებიც რაღაც მოვლენების გამო გაასწრეს თურქულ მახვილს. სომხები, ასირიელები და სხვები, ბერძნები მათ შორის ვის გენოციდსაც ედავება ისრაელი. ო, რა თქმა უნდა. ეხლა ეს ტერიტორიები ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, ეხლა თურქები ეხლა გუშინ არა, მაგრამ გუშინ წინ მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე. ხო, და მანამდე ვინ ცხოვრობდა აქ? აქ ცხოვრობდნენ ბერძნები, ცხოვრობდნენ აქ. ჩვენი მიწებია ესენი და სომხები ცხოვრობდნენ და სტატისტიკური მონაცემები არსებობს. თუნდაც აი, თქვათ 2 საუკუნის წინ რამდენი ქრისტიანი ცხოვრობდა აი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მე აღარ ვამბობ იქ მე-15 საუკუნეში იქ ქრისტიანული ქალაქი იყო და ბიზანტიური ქალაქი. ბიზანტიელები სად წავიდნენ? გაყარეს, გაქრეს, გააქრეს, დახოცეს, სად წავიდოდნენ? საწავიდნენ ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთიდან, სად გაქრნენ ეს? ებრაელები სად წავიდნენ? მედინა ებრაული ქალაქი იყო საუდის დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაში. იემენში უამრავი ებრაელი ცხოვრობდა, ერაყის ტერიტორიაზე უამრავი ებრაელი ცხოვრობდა. მაღრიბის ქვეყნებში, დასავლეთ, უკაცრავად ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე. ეგვიპტე რა მუსლიმური ქვეყანა იყო? ეგვიპტე რანაირად იყო? არაბების ქვეყანა რანაირად იყო? უბრალოდ აქ მოხდა მათი ძალით განდევნა, გააყრა ხო ძალიან სიღრმეში ნუწავალთ და არც სპარსეთი არ იყო მუსლიმური ქვეყანა თავის დროზე და იქ სისხლის მდინარეები დააყენეს იქ. პირდაპირ მნიშვნელობით, ეს არ არის ფიგურალური, პირდაპირ მნიშვნელობით სისხლის მდინარეები დააყენეს. იმისთვის, რომ იქ მოსახლეობა ყოფილიყო მუსლიმი. და მუსლიმ მოსახლეობა ახსენეთ და ამ თემასაც შევეხოთ აუცილებლად. აი ნახე მოვიძიე მონაცემები და ასეთი მონაცემებია, რომ თურქეთში ცხოვრობს 80%-მდე სუნიტი, დანარჩენები არიან შიიტები და ალავიტები. ირანში 90-95% არის შიიტი, დანარჩენები არიან სუნიტები და აზერბაიჯანში ასეთი იყო მონაცემი 55-65% არის სუნიტი, ხოლო 35-55% არის შიიტი. აზერბაიჯანის თაობაზე ვერ დავეთანხმები მაგ მონაცემებს, იმიტომ რომ სურათი პირიქით არის შიიტები დიდ უმრავლესობაში არიან. ანუ ის ირანთან ემთხვევა მათი აღმსარებლობა. რა თქმა უნდა, ამას ხაზს გაუსვამ, დიახ. მხოლოდ აღმსარებლობა, იქ პოლიტიკური ინტერესები საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს. საერთოდ. იმიტომ მოვიტანე აი ეს პროცენტული შემადგენელი, როდესაც ემთხვევა აღმსარებლობა არ ემთხვევა პოლიტიკური ინტერესები. ხშირად ხდება ეს. ხშირად ვისი მოკავშირე უფრო საქმეზე რომ მიდგეს აზერბაიჯანი ირანის თუ თურქეთის. აი რელიგიურ პლანში თუ გადავიტანთ ამ ამბავს. თურქეთის, მაგრამ ალიევმა კიდევ ერთხელ გაუსვავ ხას, ამ კაცმა ძალიან კარგად იცის, უნდა იცოდეს და იმედი მაქვს იცის, რომ ეს გვერდით დგომა თურქეთის ამ პოტენციურ, ამ შესაძლო კონფლიქტში ძალიან ცუდ დღეს ჩააგდებს აზერბაიჯანს და ირანთან კონფლიქტი რა თქმა უნდა და არც ერდოღანი არ დაუშვებს პირდაპირ შეტაკებას ირანის ისლამურ სახელმწიფოსთან ეს გამორიცხულია ასეთი კონფლიქტის წარმოდგენა. ძალიან ბევრი ეცდება და ცდილობს რომ ეს კონფლიქტი შედგეს და გაჩაღდეს, მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება და აი თვითონ აქ რეგიონში ჩვენთან ეს ძალიან კარგად იციან, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს იქნება დამღუპველი. თორემ ხო წარმოგიდგენიათ როგორ აირევა აქ სიტუაცია და რამდენი ძალები შეიძლება ჩაერთონ კიდე. იქ იმ წუთას გამოჩნდებიან, აი რომ ახსენებენ ხოლმე რომ უყვართ ჩვენთან ეს ჯიჰადისტები. ჯიჰადისტები მერე ნახეთ თქვენ ერთი და მეორე მხრიდან ეგ შიიტი ჯიჰადისტები. აქციის მონაწილეებს კი არ აწყენთ ერთი 10 ჯიჰადისტი. ჯვარისწერიათ, მაგრამ მაინტერესებს მათი რეაქცია, რომ შეაშინონ. ხო ისე მამაცები არიან ძალიან და მამაცად ებრძვიან პოლიციას. არა, მეც დაიფაროს. ვიცი, არა, მაგის თქვი, თეორიულად ვამბობ. მაგ წარმოდგენის თეორიულად ვამბობ. ნამდვილად არა ვარ ჯიჰადისტი.
ჯიჰადისტის არის ტერმინის ვარ წინააღმდეგი. ჯიჰადისტი არის ჩვეულებრივი მუსლიმია, აბსოლუტურად. უბრალოდ აგრესიულ მუსლიმებს, რომლებიც ადამიანებს. არა, ეს ჩვენ ის პროტესტანტი მეებს კატეგორიულად ვერ გავიზიარებ ამას, რომ რაღაც ჯიჰადისტები. არა, არც მე ვიზიარებ, უბრალოდ აი სიმულაცია რომ მოხდეს, საინტერესო მიხვდებიან საფრთხე რა არის. და ბრძოლა რა არის და თავდასხმები. ეს ვიგულისხმებ, სიმულაციის ზოლი არა ღმერთმა დაიწყოს. არა, მე დანამდვილებით ვიცი, რომ მათ შორისაც არის მებრძოლი ხალხი და ვისაც უომია. უბრალოდ ვიცი, რომ მათ შორის არიან ადამიანები, ვინც იბრძოდნენ. მათ შორის აფხაზეთში და თორცდები უკრაინაშიც, მაგრამ ეს ჩვენი თემა არ არის. არა, მე შემთხვევაში ახალგაზრდები ვიგულისხმობ, რომელსაც გამოცდილება არ აქვს ეს ვიგულისხმება. ახალგაზრდა შეიძლება ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს და მე არ ვისურვებდი არავითარ შემთხვევაში, რომ ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს რაიმე პრობლემა შექმნოდათ აი ამ ჭყალებში ჯიჰადისტებთან. არა, მე სიმულაციისთვის ვამბობ, იმიტომ რომ შესაძ არაადეკვატური აღქმებია, ხო, ადეკვატურ აღქმებს რეალური საფრთხის განცდა მაშინვე ადამიანს უღვიძებს უნარს რომ ადეკვატურად აღიქვას და მოვლენებს დაარქვას თავისი სახელი. ეს ზოგადი ადამიანის ფსიქოლოგია ასეთი რომ ადამიანი იღვიძებს მაშინ. მაშინ როდესაც კი ბატონო საფრთხე არის რეალური, მე ამას ვგულისხმობ, თორე სხვა კი არაფერს. უბრალოდ მე ამ ადამიანის ფსიქოლოგიის სპეციალისტი მე ვერ გამოვთქვი კარგად, კი ბატონო, როგორც ჩანს კაფეოთ ვერ ვთქვი. და აი სოციალურ პლატფორმებზე მე ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი, ანუ აზერბაიჯანიდან ჩემი კოლეგა ჟურნალისტები, პოლიტოლოგები მყავს დამეგობრებული და ეხა აი ასეთ ახლა რო უყვართ თქმას ნარატივს ავრცელებენ, რომ თურმე საქართველოში ხელს უწყობენ, რომ ეთნიკური აზერბაიჯანული მოსახლეობა გახდეს შიიტი, შიიზმის გავრცელებას უწყობენ ხელს. ჯერ ჩემს გავუგებარია მათაც უთხარი, რა თქმა უნდა, ვინ ეკითხებათ მათ ჩვენი სახელმწიფო უწყობს. ჩვენი ხო, ვინ ეკითხებათ მან ჩემთან შიიტი იქნება თუ სუნიტი იქნება, მიხედონ თავიანთ თავს, მაგრამ აი ეს პრობლემა არსებობს მართლაც? არ არსებობს ეს პრობლემა, იმიტომ რომ საქართველოში მაცხოვრებელი აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენლების ძალიან დიდი უმრავლესობა ისედაც შიიტია და ეხლა მეორედ შიიზმის აღიარება მათი მხრიდან უაზრობა იქნება. აქ სხვა მუშაობა მიდის თურქეთის მხრიდან, იმიტომ რომ პირდაპირ უნდა ითქვას ახლა ვიღაცები მალავენ, რომ მავანი სახელმწიფო, რა მავანი თურქეთი მუშაობს, ძალიან დიდი ფული იხარჯება იმაში, რომ აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენლებმა მიატოვონ შიიზმი და გადავიდნენ სუნიზმში. რა უნდა ითქვას ეს? რა არის აქ დასამალი? და არა მხოლოდ ამ კუთხით მუშაობენ ისინი თურქები მუშაობენ ძალიან დიდწილად იმ კუთხით თავისი მედრესეების და ზოგად საგანმანათლებლო ჭყალებში სკოლების ქსელების მეშვეობით რომ არამუსლიმი მოსახლეობაც გადავიდეს ისლამში და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არ არის რაიმე არაჩვეულებრივი ამბავი. თურქეთი ასეთ საქმიანობას მისდევს ძალიან დიდი ხანი ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში და არა მხოლოდ ბელგიაში. გერმანიაში პირდაპირ აკრძალეს თურქულ აი ასეთ ამგვარ ორგანიზაციებს მოღვაწეობა აუკრძალეს. საფრანგეთში და გერმანიაში თურქული წარმოშობის იმამების მიწვევა ადგილობრივ მეჩეთებში უკვე კატეგორიულად აკრძალულია და ვეღარ შედიან ისინი იქ. ჩვენთან რა მდგომარეობა ამ კუთხით მე მგონი არავის შესწავლილი არ აქვს და ეს მედრესეები იხსნება ახალ-ახალი. მოკლედ თურქეთი მუშაობს იმაზე რომ აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენლები ის ვინც არიან შიიტები გახდნენ სუნიტები. ამის ქვემო ქართლში მთელი ორგანიზაციები გახსნილი მედრესეები ბავშვებს ამეცადინებენ იქ რაღაც პანსიონის ტიპის ორგანიზაციები გახსნილ და ბავშვები ცხოვრობენ აზერბაიჯანული ეთნოსის წარმომადგენლები და ისინი გუშინ იყვნენ შიიტები, დღეს არიან სუნიტები. ეს მისწრაფებაა თურქეთის. თურქეთი ამაზე მუშაობს. მაგრამ ეს მუშაობა ჩვენმა იმ სამსახურებმა ვისაც ევალება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არა ის რომ ვიღაცა სუნიზმიდან შიიტში გადავიდეს ამ პირიქით, სხვა ქვეყნის ინტერესების შეწინააღმდეგება, რომელიც ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება. აი ამის პრევენცია და ამასთან ბრძოლა არ ახვლით ხელში. ჩვენი სახელმწიფო ორგანიზაციების პირდაპირი მოვალეობა, ასეთი ორგანიზაცია რამდენიმე არსებობს. აი მაგალითად მე რომ გავიგე რომ საქართველოში გაიხსნა ირანული რელიგიური უნივერსიტეტის ფილიალია ქვემო ფონიჭალაში.
ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც აღმოსავლეთში, არაბულ აღმოსავლეთში პირდაპირ ხელს ადებენ და ამბობენ, რომ ეს არის ტერორისტების მომზადების სამჭედლო. ეს ესეა. ვერ მივაწინეთ მოკლედ ხმა ამ ჩვენ განათლების სამინისტროს. კი, განათლების სამინისტროში მე მითხრეს, რომ მე რაღაცო მაგათო აკრედიტაც მაგათ დიპლომებსო ჩვენ მაინც არ ვცნობთო. და ახალგაზრდები ვინც იქ სწავლობენ, ხო, ესენი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ხო, ისინი საჭირო მომენტში რომ რაღაც იმ ნაბიჯს გადადგამენ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო იქნება, მე ის ჩინოვნიკი რას იტყვის? ნუ არაფერსაც არ იტყვის, იქნება ჩუმად და ამას ჭირდება კონტროლი, ყოველ სარგებლობ ხოლმე შემთხვევაში და თქვენს გადაცემაში ყოველთვის ვამბობ. განათლების სამინისტრომ მიხედოს იმ საგანმანათლებლო ბრჭყალებში დაწესებულებებს, სადაც მეცადინეობენ და ამეცადინებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიხედონ ვინ ასწავლის, რა ლიტერატურით ასწავლის და რა აზრებს უნერგავენ თავში. ეს აზრები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ არ მუშაობს და არ იმუშავებს მომავალში. გაიგონ. და ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, თქვათ, ჩვენი მუსლიმი მოსახლეობა შიიტი იქნება თუ სუნიტი? ჩვენთვის რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები ჩვენ რომ ჩამოთვალოთ, იგივე თურქეთი. აი თურქეთიც რა მნიშვნელობა აქვს ეს მოსახლეობის ნაწილი შიიტი იქნება თუ სუნიტი? ნუ იმიტომ რომ იქ სუნიზმია და თურქია ესე იგი ეს მოსახლეობა დაექვემდებარება თურქეთის ინტერესებს. ხო ჩვენ გვინდა რომ რაღაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ვთქვათ რა მნიშვნელობა აქვს თურქეთს დაექვემდებარება თუ ირანს, რომელიც შიიტურია? აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ის ბუნებრივი ბალანსი რომელიც არსებობს ამ ორ მიმდინარეობას შორის, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოში, ეს მეტნაკლებად უნდა იქნეს შენარჩუნებული და ხელოვნური ჩარევები არ არის საჭირო და ეს არ არის დასაშვები. საერთოდ არ არის დასაშვები. ეს არის. ესე იგი, ბატონ დავით, მე მაინც იმას დავუბრუნდები ისე. ჩვენ და დავალოდოთ ახლა რა განცხადებას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება ნეთანიაჰუს განცხადებაზე და სომხეთის მოსალოდნელი არის, რომ რამე განცხადებას გააკეთებენ თუ ჯობია რომ გაატარონ, ვითომ არც გაუგონიათ. მე ეს ბოლო ვარიანტი ყველაზე მისაღები იქნება, არც გაუგონიათ. არანაირი განცხადება აქ არ უნდა გააკეთდეს. კეთილი, ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენი ინტერესისთვის. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად, დაგველოდეთ.